მოგესალმებით. დღეს ჩვენი პოდკასტის ახალ ეპიზოდს წერთ. დღევანდელი პოდკასტის თემა რელიგიისა და მშვიდობის თანაკვეთას შეეხება. ჩვენი სტუმარია პროფესორი დოქტორი მარკო ოუენი, რომელიც ვინჩესტერის უნივერსიტეტში რელიგიის, შერიგებისა და მშვიდობის ცენტრის ხელმძღვანელობს. მისი კვლევის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში რელიგიის როლი. მადლობა პროფესორ ოუენ, რომ ჩვენთან სასაუბროდ გამონახეთ დრო და ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობთ დასაწყისისთვის მინდა გკითხოთ რელიგიასა და მშვიდობას შორის კავშირის შესახებ და მე გულისხმობ მშვიდობას მსოფლიოს ამ კონკრეტულ ნაწილში. უკრაინაში და შავ ზღვაში მიმდინარე ომის გამო ჩვენს რეგიონში ყველაფერი პოლიტიკაზე გახდა დამოკიდებული და პოლიტიკასთან დაკავშირებული. განსაკუთრებით მშვიდობა და კონფლიქტი. ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, თუ მას საზოგადოებისთვის სულიერი განზომილებაც აქვს. მადლობა ვანო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ფიქრობ კონფლიქტების უმრავლესობა კომპლექსურია. ვიცი რომ გადაჭრის პასუხს არ გცემთ, თუმცა უნდა ითქვას რომ კონკრეტულ კონფლიქტებს გააჩნია. რელიგიების უმეტესობას აქვს დოქტრინები, რომლებიც მშვიდობის მშენებლობას ეხება. ასევე რელიგიურ სწავლებებში არსებობს მრავალი პრაქტიკული მაგალითი, რომელთა გამოყენებაც სამშვიდობო პროცესებსა და ინიციატივებში შეიძლება. ამასთან, ბევრი რელიგია სამართლიანი ომის ან ძალადობის რაიმე სახის გამართლების სწავლებასაც შეიცავს. არსებობს რელიგიები, რომლებიც სრულად არაძალადობრივია. ასეთია ბუდიზმი, ჯაინიზმი. გვაქვს კონფლიქტები, რომლებიც ძირითადად რელიგიური მოტივაციის ნიადაგზე აღმოცენდა. ხშირად ასეთი კონფლიქტები რელიგიურ იდენტობას უკავშირდება. რელიგიური იდენტობა ძალიან ძლიერი ფაქტორია, რომელსაც სამშვიდობო პროცესების ხარდასაჭერად ადამიანების გაერთიანება შეუძლია. თუმცა რელიგიური იდენტობა შეიძლება კონფლიქტის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორიც იყოს. ამას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვხედავთ, სადაც ეთნიკური და რელიგიური იდენტობები იკვეთება, რაც სხვადასხვა ტიპის ისტორიულ შუხს და კონფლიქტებს კვებავს. ხშირად რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთშია გადახლართული. ბევრ ქვეყანაში ეკლესიასა და სახელმწიფოს ან ძირითად რელიგიურ ინსტიტუციასა და სახელმწიფოს შორის ისტორიული კავშირი არსებობს, რაშიც ქვეყანაში დომინანტურ რელიგიურ ჯგუფს მოვიაზრებთ. ამრიგად, ეს ყველაფერი პოლიტიკის, რესურსების, რელიგიური ჯგუფების, იდენტობის და ეთნიკურობის ნაზავია. რელიგიები უმეტესად საკმაოდ კომპლექსურია, როცა მათში სიღრმისეულად ჩავეძიებით. როცა მშვიდობის მშენებლობის კონტექსტში ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ რელიგიების ეს კომპლექსურობა გავითვალისწინოთ. უნდა გვესმოდეს, რომ კონფლიქტების უმეტესობას მრავალი განზომილება აქვს. მადლობა ამ კავშირის მიმოხილვისთვის. მომდევნო კითხვა არის თუ არა ომები და კონფლიქტები იმის სიმპტომი, რომ საზოგადოებას შიდა სამშვიდობო მექანიზმები აკლია. არის თუ არა სამი სიმპტომი. და ასევე მაინტერესებს კონფლიქტი მთლიანად ელიტების მიერ მართული პროცესია, რომელშიც რეალურად საზოგადოება არ მონაწილეობს. რას ფიქრობთ ამ საკითხს? დიახ, ვფიქრობ, რომ კონფლიქტი ხშირად იქ აღმოცენდება ხოლმე, სადაც განსხვავებების და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის სტრუქტურები და მექანიზმები არ არსებობს. როცა კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ფიქრობთ, როგორ აღვიქვამთ კონფლიქტებს ამ კუთხით, კონფლიქტები საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. კონფლიქტებს ვაწყდებით პოლიტიკურ სისტემებში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროში, საფინანსო სისტემებში. კონფლიქტი კაცობრიობის და საზოგადოების განუყოფელი ელემენტია. კონფლიქტი მაშინ იწყება, როცა საზოგადოებაში კონფლიქტების და განსხვავებების რეგულირებისთვის საჭირო პროცესები და მექანიზმები საკმარისად მტკიცე არ არის. მშვიდობის შინაგანი ასპექტი ასევე ძალიან საინტერესოა.
ის შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პიროვნულ დონეზე, რაც მშვიდობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგულებას გულისხმობს, ასევე მშვიდობა შეგვიძლია განვიხილოთ საზოგადოებაში არსებული ურთიერთობების მოწყობის დონეზე. ფიქრობ, ყველა ეს დონე უნდა გავითვალისწინოთ კონფლიქტის შესახებ კონსტრუქციული და პოზიტიური კუთხით ფიქრისას. კონფლიქტის დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ თავიდან უნდა ავირიდოთ შუღლი, დისკრიმინაცია, ჩაგვრა და ძალადობა. თქვენ ჯგუფურ იდენტობებზე ისაუბრეთ. ასევე შეეხეთ რელიგიას, როგორც ფაქტორს, რომელიც ყოფს და კონფლიქტის ერთ-ერთი ხელშემწყობი ხდება. მინდა გითხოთ, რა მექანიზმები გააჩნია რელიგიას მშვიდობის ხარდასაჭერად ომგამოვლილი საზოგადოებებში? ეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ფიქრობ, რელიგიების უმრავლესობას ამის რესურსი გააჩნია. თუმცა კონფლიქტურ საზოგადოებებში მნიშვნელოვანია თუ რა როლს თამაშობდა რელიგია კონფლიქტის დაწყებამდე. რა სახის ნდობა და გავლენა ჰქონდა რელიგიას ამ საზოგადოებაში? ამასთან ყურადღებია თუ რა როლს თამაშობდა რელიგია კონფლიქტის დაწყებაში თუ შემდგომ პროცესში. ყველაფერი კონტექსტია დამოკიდებული. ფიქრობ, რელიგიური ინსტიტუტებს კონფლიქტურ და ომგამოვლილ საზოგადოებებში მშვიდობის მშენებლობის და სამშვიდობო პროცესების ხარდაჭერის პოტენციალი აქვთ. თუმცა ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც კი მნიშვნელოვანია რელიგიური ინსტიტუციების ისტორიული რეპუტაცია, ასევე რელიგიური ლიდერშიპის ხარისხი, რადგანაც ის შეიძლება იცვლებოდეს. ასევე გასათვალისწინებელია ის როლი, რომელსაც რელიგია საზოგადოებაში, ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, პოლიტიკაში ასრულებს. კვლევებიდან ვიცით, რომ დომინანტურ პოლიტიკურ სისტემასთან ზოგიერთი სახის ურთიერთობამ რელიგია შესაძლოა კონფლიქტის ხელშემწყობ ფაქტორად აქციოს, ვიდრე სამშვიდობო პროცესის ხარდამჭერად. სწორ პირობებში რელიგიების უმეტესობას კონფლიქტის თავიდან აცილების სხვა რესურსი აქვს. ეს საზოგადოებაში ურთიერთობების მშენებლობას, მშვიდობიანი განწყობების ჩამოყალიბებას, ყველაფრის ფასად კონფლიქტის თავიდან არიდების ნებას მოიცავს. მაშინ, როცა კონფლიქტი უკვე დაწყებულია, რელიგიებს მედიაციის და კონფლიქტის აქტორებზე ზეწოლის მოხდენის რესურსი აქვთ, რომ კონფლიქტი დასრულდეს. რა თქმა უნდა, რელიგიებში არსებობს უამრავი საოცარი ტრადიცია, რომლებიც ძალადობრივი კონფლიქტის შემდეგ შერიგებას, ჭრილობების მოშუშებას და ტრავმებთან გამკლავებას უწყობს ხელს. მათ შესახებ ძალიან ბევრი კარგი წიგნი და შრომები არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უმეტესწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა როლს თამაშობდა რელიგია ისტორიულად მოცემულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ხომ ვერ მოიყვანთ რელიგიური ჯგუფების მიერ მართული მედიაციის და ტრავმასთან გამკლავების პროცესების რამდენიმე პოზიტიურ მაგალითს. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელიც თქვენ გიკვლევიათ. ამ სფეროში სამეცნიერო კვლევები არსებობს. შეგვიძლია რამდენიმე ძალიან კარგი მაგალითის მოყვანა, რასაც როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური კონტექსტი აქვს. თუ კი ამ საკითხების შესახებ ლიტერატურას გაეცნობით ან ინტერნეტში მოიძიებთ, რამდენიმე ცნობილი მაგალითი შეგხვდებათ. ასეთია Sant-Egidios თემი მოზამბიკში, ასევე რელიგიური ლიდერების როლი სიერა ლეონეში ლომეს სამშვიდობო შეთანხმების დადებაში. რელიგიამ წამყვანი როლი ითამაშა სამხრეთ აფრიკაში ჭეშმარიტების და შერიგების კომისიის საქმიანობაში. არსებობს ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი ნიგერიის მაგალითზე, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ. ფილმის სახელად იმამი და პასტორი. სამშვიდობო ინიციატივებში რელიგიის როლს ეხება. არსებობს მაგალითები, სადაც რელიგიამ დადებითი როლი საკმაოდ მაღალი დონის პროცესებში ითამაშა. შედარებით მცირეა ისეთი მაგალითები, როცა რელიგიამ გავლენა მოახდინა ეროვნულ დონეზე მედიაციაში ან სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმებაში. რამდენიმე ძალიან კარგ მაგალითს ვაწყდებით, თუმცა მათი რაოდენობა მაინც მცირეა. მშვიდობის მშენებლობის კუთხით რელიგიას ყველაზე დიდი გავლენა მაინც ადგილობრივ დონეზე აქვს.
ადგილობრივ რელიგიურ ლიდერებს რელიგიურ თემებთან ძალიან მძლავრი და მჭიდრო კავშირები აქვთ. ისინი ხელს უწყობენ ინტერკონფესიურ დიალოგს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობების აღდგენას. ეს შეიძლება ძალიან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას მოიცავდეს, როგორიცაა ერთმანეთის რელიგიურ ნაგებობებში სტუმრობა, კონფლიქტის შემდეგ ადამიანების რეჰუმანიზაციის პროცესის ხელშეწყობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ვიცით, კონფლიქტის დროს ადამიანების ეთნიკური და რელიგიური იდენტობის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფად დახლეჩვა ხდება. ამ დროს ადამიანები დეჰუმანიზაციას განიცდიან, რასაც კონფლიქტამდე და სიძულვილის ენამდე მივყავართ, რაც ძალადობას ასაზრდოებს. არსებობს ბევრი ძალიან კარგი მაგალითი. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში მიანმარში პირადად ვიყავი ჩართული. მიანმარში ბოლო სახელმწიფო გადატრიალებამდე მასშტაბური სამშვიდობო პროცესები მიმდინარეობდა. მათი ნაწილი ახლაც გრძელდება, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, რადგანაც ქვეყანას ახლა სამხედროები მართავენ. თუმცა რელიგიური ლიდერები ადგილობრივ თემებში ინტერკონფესიურ დიალოგში აქტიურად მონაწილეობენ. ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დიალოგს შეუწყონ ხელი. ახლა ამას სამხედროებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზანი აქვს. თუმცა მანამდე ეს პროცესი დაბრკოლებების გადალახვას ემსახურებოდა. წასულში ასევე მუშაობდი სომალში, სადაც ეროვნული შერიგების პროგრამაზე მუშაობდით. რელიგიამ ამ პროცესში ძალიან დიდი როლი ითამაშა, ადამიანების мотиваცია მისცა, რომ შერიგების პროცესში ჩართულიყვნენ. იმ ისლამურ ტრადიციებზე და სწავლებებზე ეფიქრათ, რომლებმაც სომალიში ეროვნულ შერიგებას და სამშვიდობო პროცესს შეუწყეს ხელი. ასევე ჩართული ვიყავი ნეპალში მიმდინარე სამშვიდობო პროცესებში. ნეპალის შესახებ ბევრს არ სმენია, თუმცა ნეპალმა 10 წლიანი სამოქალაქო ომი გადაიტანა, რამაც საზოგადოებაში სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის უზარმაზარი განხეთქილება შემოიტანა. ამასთან რელიგია ხშირად მხარს უჭერს ხელისუფლებას განიარაღების და ურთიერთობების აღდგენის პროცესში. ვფიქრობ, რომ რელიგიას წამყვანი როლი კონფლიქტის შემდგომ პერიოდში აქვს, ის ადამიანებს შორის კავშირების აღდგენას ეხმარება. თუმცა განმეორდები, რომ ბევრი რამ რელიგიური ლიდერობის ხარისხზეა დამოკიდებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ თემებთან და მორწმუნეებთან ურთიერთობაში. ძალიან საინტერესოა, რომ ადგილობრივ დონეზე რელიგიური ლიდერების როლი ახსენეთ. ახლა მინდა გითხოთ, რომ დღეს განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ყურადღება მიიქცია ახალი პაპის მოწოდება, რომ ვატიკანში უმასპინძლოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს. მსოფლიოს ამ ნაწილზე, კონკრეტულად ევროპაზე რომ ფოკუსირდეთ. ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ დომინანტურმა ეკლესიებმა ისეთმა როგორიცაა მაგალითად კათოლიკური ეკლესია და მედიაციის როლი დაკარგეს. განსხვავებით იმ მაგალითებისგან, რომლებიც თქვენ ახსენეთ აფრიკისა და სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის შემთხვევაში. რა სიტყვით, რა ხდება ამ კუთხით სოფლიოს ამ ნაწილში? ვფიქრობ, ეს კარგად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს რელიგია ამ ქვეყნებში და რამდენად დომინანტურია ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ რელიგია დღეს რაღაც კუთხით ევროპის მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ წამყვან როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, რელიგიის მიმდევართა რაოდენობა ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მნიშვნელოვნად იკლებს. ამას აქვს გავლენა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ რა ფორმით არსებობს რელიგია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხშირად სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების გავლენას შორის მკაფიო ხაზგამყოფი არსებობს. ასეთი მკაფიო გაყოფას არ ხვდებით იმ ქვეყნებში, სადაც რელიგია გაცილებით უფრო დიდი გავლენის მატარებელია. ასეთია აზიის, აფრიკის ქვეყნები. ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევას პოლიტიკური ლიდერებისგან მოელიან. ამ შეთანხმებებზე პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ. სხვა ქვეყნებში რელიგიურ ლიდერებს გაცილებით მეტი ძალაუფლება და გავლენა აქვთ. მეორე მხრივ, თუ უკრაინას ავიღებთ, იქ მართლმადიდებლური ეკლესია რაღაც კუთხით დაპირისპირების და კონფლიქტის ნაწილია. უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დაძაბულობა არსებობს.
განხეთქილებამ ეკლესიის შიგნით იჩინა თავი. არ მინდა ვთქვა, რომ დღეს ამ ქვეყნებში არჩებიან რელიგიური ლიდერები, რომლებიც მშვიდობას უჭერენ მხარს და ამისთვის იღწვიან. თუმცა ამჟამად მაღალ ეშელონებში დიალოგის მზაობა არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მოლაპარაკებაში მონაწილეობდი ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელთანაც თანამშრომლობდი, რუსი და უკრაინელი რელიგიური ლიდერების შეხვედრა მოაწყო ტოკიოში. მათ საკმაოდ რთული საუბრები ჰქონდათ. მეორე მხრივ მედიაცია, სამშვიდობო დიალოგი და დისკუსიები დროის შერჩევაზეა დამოკიდებული. ახლა როცა მხარეებს შორის დაძაბულობა ნარჩუნდება და კონფლიქტი გრძელდება, როცა ადამიანებს ყოველდღე კლავენ, სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა ძალიან რთულია. არსებობენ რელიგიური ლიდერები და აქტორები, რომლებიც შერიგებასა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგზე მუშაობენ. თუმცა ჯერჯერობით გარემოებები ისეთია, რომ რელიგიურ აქტორებს და ლიდერებს საკმარისი გავლენა არ აქვთ. მოვა დრო, როცა ამ ქვეყნებში, ასევე ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარეობს სხვა კონფლიქტების შემთხვევაშიც, რელიგიური ლიდერები და აქტორები მნიშვნელოვანი როლის თამაშს შეძლებენ. ეს მოიცავს კონფლიქტით დაზარალებული თემების აღდგენას, ჭრილობების მოშუშებას, შერიგების პროცესს. ყველაფერ ამაში რელიგიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ფიქრობ, ბევრი უკვე მსჯელობს, თუ რა ტიპის პოზიტიური როლი შეიძლება ითამაშოს რელიგიამ, როცა კონფლიქტი, ძალადობა და მკვლელობა დასრულდება. When the conflict and the actual violence and killing eventually ends. Sure. What's the როგორია ამ კუთხით გამოცდილება თქვენ სამშობლოში, გაერთიანებულ სამეფოში? ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მოვისმინოთ ჩრდილოეთ ირლანდიის გამოცდილება და გთხოვთ ამის შესახებ მოგვიყვეთ. ჩრდილოეთ ირლანდია მართლაც ძალიან საინტერესო შემთხვევაა. იქ პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის რელიგიური დაპირისპირების ელემენტიც იყო. ბევრი რამ პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული. ეს ძალიან კომპლექსური რეგიონია. ჩრდილოეთ ირლანდიაში ბევრი გასაოცარი რელიგიური ლიდერი და აქტორია, რომლებმაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მშვიდობის მშენებლობაში და დღესაც აგრძელებენ ამას. ასეთია მაგალითად კორიმელას ცენტრი შერიგებისთვის. ისინი უხვად იყენებდნენ რელიგიურ და სულიერ ტრადიციებს და იდეებს, რათა კონფლიქტის შემდეგ დიალოგისთვის შეეწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ჩრდილოეთ ირლანდია მართლაც ჩინებული მაგალითია. იქ ძალიან მასშტაბური სამშვიდობო ძალისხმევა იყო გაღებული, რაშიც დიდი ფინანსური რესურსი ჩადო ევროკავშირმა. რაღაც პერიოდში ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალისტების ერთ სულზე ყველაზე დიდი რაოდენობა მოდიოდა. ჩრდილოეთ ირლანდიაში ბევრი სამშვიდობო პროექტი განხორციელდა, თუმცა დაპირისპირება კვლავაც არსებობს. როგორც ვიცით, სამშვიდობო პროცესი ხანგრძლივია, ამას თაობები სჭირდება. რელიგიის დახმარებით მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ისევე როგორც ზოგადად სამშვიდობო პროცესში, ერთ-ერთი გამოწვევა პოლიტიკური აქტორების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს უკანასკნელები აფინანსებენ სწორედ ამ პროცესს, ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესისთვის მზაობაა. სამშვიდობო პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგანაც ადამიანებმა მრავალი ტრავმა გამოიარეს, მათ ზიანი მიადგათ. არსებობს დაპირისპირების და კონფლიქტის ხანგრძლივი ისტორია. ამიტომ ამის შეცვლას დრო დასჭირდება. ეს პროცესი თაობები შეიძლება გაგრძელდეს. ჩრდილოეთ ირლანდიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა დღესაც ხედავთ სხვადასხვა თემ შორის დაპირისპირებებს. ეს ყველაფერი ძალიან მცირე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც მნიშვნელოვანი რესურსები იყო ჩადებული. თუმცა ცხადია, სიტუაცია ეტაპობრივად უმჯობესდება. ძალიან საინტერესო დაკვირვებებია. მადლობა. არსებობს თუ არა რელიგიის სწავლების ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გამოცდილება ჩრდილოეთ ირლანდიაში ან რომელიმე სხვა კონტექსტში. ეს საინტერესო თემა ჩვენთვის. და როგორ ნახოთ კავშირი ამ ორ შორის? როგორც თქვით, სამშვიდობო პროცესი თაობების განმავლობაში გრძელდება. სწორედ ამიტომ ხომ სჭირდება მშვიდობის მშენებლობის პროცესი უფრო ფორმალიზებული სტრუქტურა, რათა ეს მეხსიერება ახალ თაობებს გადაეცეს. Let's say give this memory to the new generations. Yeah.
Great question. ძალიან კარგი შეკითხვა. ეს საკითხი კვლევის მნიშვნელოვანი საგანი ხდება. ვფიქრობ, მშვიდობის შესახებ განათლება, ისევე როგორც ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაცია, რამდენიმე ძალიან კარგი ორგანიზაცია არსებობს, ერთ-ერთ მათგანთან ჩვენც მუშაობდით. ასეთია Peace Jam, რომელიც სკოლებისთვის სასწავლო პროგრამებს, კურიკულუმებს ქმნის და შემდეგ ამ სკოლებთან მუშაობს, რათა ეს კურიკულუმები დაინერგოს. გაერთიანებულ სამეფოში ამ კუთხით სიტუაციას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი კარგი ინიციატივა ხორციელდება. ბირმინგემში Sikh-ების მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარი სკოლები გახსნა. ამ სკოლებს სახელმწიფო აფინანსებს, ამიტომ ისინი სახელმწიფო სასწავლო პროგრამით ასწავლიან. თუმცა თითოეულ გაკვეთილში სხვადასხვა ღირებულებაა ინტეგრირებული. ამ სკოლებში სხვადასხვა ღირებულების დანერგვა ხდება, როგორიცაა სხვა ადამიანების მიმართ მშვიდობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცოცხალი არსებების პატივისცემა, თანაგრძნობა, კეთილშობილება. ეს ღირებულებები სახელმწიფო სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული. საინტერესოა, რომ Sikh-ები ამას უკვე რამდენიმე წელია რას აკეთებენ. ხელისუფლებამ მათ სთხოვა, რომ ახლა უკვე სხვა სკოლების მენეჯმენტის გადაებარებინათ, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება აკადემიურ მოსწრებას აუმჯობესებს. როცა სკოლებში სწავლა მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს, როცა ადამიანები ერთმანეთს კარგად ეპყრობიან, ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობას, სიკეთეს და სიყვარულს გამოხატავენ, ეს სტუდენტების აკადემიურ მოსწრებასაც აუმჯობესებს. ეს ფაქტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ შეამჩნია და მისი ფართო დანერგვა მოისურვა. ცხადია, ამ ფაქტს აკადემიური მოსწრების შესახებ მონაცემებშიც ვხედავთ. ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციას Niksham Trust მიმართა და მათ იმ სკოლების მენეჯმენტის ხელში აღებას თხოვა, რომლებიც აკადემიური მოსწრებით მოიკოჭლებდნენ. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ამ ორგანიზაციამ განათლების მიმართ ასეთი მიდგომით გადატრიალება მოახდინა. ეს ძალიან შთამაგონებელია. მათ რამდენიმე სკოლას მეც ვეწვია, შესანიშნავი სკოლებია, მათ ძალიან კარგად მართავენ. მასწავლებლები გადამზადებას სახელმწიფო სასწავლო სისტემაში გადიან, თუმცა როცა ისინი სკოლებში იწყებენ მუშაობას, მათ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების მიდგომის დანერგვას თხოვენ და ისინი ამას აკეთებენ. მასწავლებლები გაკვეთილებში, ეს იქნება მათემატიკის გაკვეთილი, მეცნიერების თუ სხვადასხვა ღირებულების ინტეგრაციას აღთენენ. თითოეულ გაკვეთილს კონკრეტული ღირებულება შეესაბამება, თუნდაც ძალიან მცირე, რომლის დანერგვაც ამ გაკვეთილის ფარგლებში ხდება. ეს მიდგომა ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა დამოკიდებულების შეცვლაში. ისინი უფრო მეტად ფიქრობენ სხვა ადამიანებზე, ამასთან მათი აკადემიური უნარები და მოსწრებაც საგრძნობლად გაუმჯობესებენ. ძალიან საინტერესო მაგალითია, იმიტომ რომ მშვიდობის შესახებ განათლებაზე, ანუ სამშვიდობო განათლებაზე და ღირებულებების დაფუძნებელ განათლებას საქართველოშიც მსჯელობენ. როგორ მიდის ეს პროცესი? აინტერესებთ ეს საკითხი? დიახ, აინტერესებთ. ფიქრობ, დიდი დაინტერესება არსებობს, ასევე არსებობს ამის საჭიროებაც განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც მრავალი მიმდინარე კონფლიქტი აქვს და ზოგადადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტია. სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესოა ამ საკითხის შესახებ სხვადასხვა პრაქტიკული დაკვირვებების მოსმენა. რომ დაუბრუნდეთ რეჰუმანიზაციის საკითხს და სამშვიდობო პროცესში რელიგიური ჯგუფებისა და ინსტიტუტების როლს. მაინტერესებს როგორ ხდება ძალიან კონტექსტუალური და ტრადიციული პრაქტიკების, ანუ ადგილობრივი პრაქტიკების რელიგიურ სფეროსთან დაკავშირება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ სამშვიდობო პროცესს. როგორც ვიცი, ამ საკითხს თქვენ იკვლევდით და ბევრ არაზალადობრივ რელიგიურ დენომინაციას სწავლობდით და მათ პრაქტიკებს და საინტერესოა მოგვესმინა, როგორ ახერხებენ ეს ადგილობრივი ტრადიციული რელიგიური პრაქტიკები მშვიდობის ხელშეწყობას თუ მშვიდობის მშენებლობაში თავისი წვრილი როლის შეტანას. ასეთ პრაქტიკებს ბევრ თემსა და საზოგადოებაში ვხვდებით. როგორც თქვი, მათ ბევრ რელიგიაში ვაწყდებით. თუ ვინმე ამ საკითხითაა დაინტერესებული და მეტის გაგება სურს, ამ საკითხის შესახებ ძალიან საინტერესო წიგნი არსებობს. მას სიწმინდის ამბივალენტურობა ჰქვია. მისი ავტორია Scott Appleby. რელიგიის დახმარებით მშვიდობის მშენებლობის შესახებ კვლევა სწორედ Applebym დაიწყო, Mark Goplin-თან და რამდენიმე სხვა მკვლევართან ერთად. ისინი სამშვიდობო პროცესებში რელიგიის როლს სწავლობდნენ. მათ დაასკვნეს, რომ როცა საუბარია ადგილობრივ ტრადიციებზე, რელიგიების უმრავლესობას აქვს პოტენციალი იყოს როგორც კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი, ასევე სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობიც.
არსებობს სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც გავლენას ახდენენ თუ რა გზით წავა ეს პროცესი. რომ შევაჯამოთ, შესაძლოა ამით ამ ძალიან დიდი წიგნის და ნაშრომის მნიშვნელობა შეიძლება ვაკნინებდე, Applebee-მ რამდენიმე ფაქტორი გამოყო. ერთ-ერთი მათგანი რელიგიური ლიდერობის ხარისხია, რასაც ჩემი კვლევებიდანაც დავამოწმებდი. როგორც ვიცით, ბევრ რელიგიურ თემში მორწმუნეები საკუთარ რელიგიურ სწავლებაში დიდად გათვითცნობიერებულები არ არიან. მაგალითად, მე გაერთიანებულ სამეფოში ნომინალურად ქრისტიანად გავიზარდე, თუმცა ბიბლია არ წამიკითხავს. ხშირად თავს რომელიმე რელიგიურ ჯგუფს მივაკუთვნებთ, მაგრამ ამ რელიგიის სწავლებას კარგად არ ვიცნობთ. ამ დროს ინფორმაციას ხშირად რელიგიური იერარქების და ინსტიტუციის გავლით ვიღებთ. სწორედ მათ წინაშე დგას არჩევანი პრიორიტეტი მიანიჭონ იმ წმინდა წერილებს, სწავლებებს და რელიგიურ და ადგილობრივ ტრადიციებს, რომლებიც მშვიდობის მშენებლობისკენ ისწრაფვის. მეორე მხრივ, მათ იმ სწავლებებზე და ტრადიციებზე შეიძლება გააკეთონ აქცენტი, რომლებიც კონფლიქტს და ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაყოფას აღვივებს. მშვიდობის მშენებლობის ადგილობრივ და ლოკალურ ტრადიციებს რომ დაუბრუნდეთ, კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეს ტრადიციები კულტურასთან და კონტექსტთან არის დაკავშირებული. ადამიანები კარგად იცნობენ ამ ტრადიციებს, რომლებიც მათ სულიერ და რელიგიურ რწმენებს ესადაგება. ხშირად ადამიანები ამ ტრადიციებთან ერთად იზრდებოდნენ, ამიტომაც მათ მიმართ ძლიერი კავშირები აქვთ. აქვე დავამატებდი, რომ კვლევების თანახმად, ამას ჩემს კვლევით საქმიანობაშიც წავაწყდი, ბევრ შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის ეს ტრადიციები შეიძლება ექსკლუზიური იყოს. ისინი საზოგადოების ყველა ფენას არ მოიცავენ. ტრადიციულად ადგილობრივ თემებში და საზოგადოებებში, სამშვიდობო მექანიზმებში ქალები და ახალგაზრდები არ იყვნენ ჩართულები. ამ პროცესისგან ხშირად სხვა მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფებიც გარიყულები იყვნენ. ამიტომ ვფიქრობ, პოტენციურად საჭიროა ადგილობრივ თემებთან მუშაობა, რათა ეს მექანიზმები უფრო ინკლუზიური გახდეს და საზოგადოების სხვა ჯგუფების მოიცვას. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება. ზოგიერთი ჯგუფი მშვიდობის მშენებლობის და შერიგების ტრადიციულ მექანიზმებში არასდროს არ ყოფილა ჩართული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანები ამას ერთ დღეში შეცვლიან, უფრო ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისკენ ტრანზიცია ხანმოკლე ვადაში ვერ მოხდება. მაგრამ კვლევები გვიჩვენებს, რომ სამშვიდობო პროცესები, რომლებიც უფრო ინკლუზიურია, საბოლოო ჯამში უფრო ეფექტიანი და მდგრადია ხოლმე. სწორედ ამიტომ საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების მდგრადობისა და ეფექტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა და ბოლო შეკითხვა, რომელიც მექნებოდა ჩვენს რეგიონში უკვე საკმაოდ ბევრი სპეციალისტია, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობ. მათთვის რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ხომ არ გექნებოდათ. მაგალითად, როგორ შესაძლებელი რელიგიური ჯგუფებისა და ლიდერების სამშვიდობო პროცესში ჩართვა, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც არის ეთნოპოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონფლიქტები. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ამ პროცესში ჩართვა საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს და საინტერესოა ხომ არ არსებობს საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით. როგორც ახსენეთ, მნიშვნელოვანია აქტორების სწორად იდენტიფიცირება, ეს ყოველთვის შეიძლება არ იყოს ინსტიტუციური ეკლესია. არსებობენ რელიგიური ლიდერები, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობის მშენებლობას, დადებითად არიან განწყობილები სამშვიდობო პროცესის მიმართ და შეიძლება მასში მონაწილეობენ კიდევაც. ესაა ეგრეთ წოდებული მეფინგი, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისთანაც კავშირის დამყარება გსურთ. ბევრი კარგი ორგანიზაცია არსებობს, როგორიცაა რელიგიები მშვიდობისთვის. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი რელიგიური ლიდერები არიან გაერთიანებული.
არსებობს რელიგიის დახმარებით მშვიდობის მშენებლობის მრავალი საერთაშორისო ქსელი. ამ ქსელებთან დაკავშირება შესაძლოა თქვენს კონტექსტში რელევანტური აქტორების იდენტიფიცირებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. იმ პირების, ვინც მართლაც დაინტერესებულია მშვიდობის მშენებლობით და შესაძლოა უკვე მონაწილეობს ამ პროცესში. ეს რაც შეეხება უფრო ფორმალურ მიდგომას. ზოგიერთ ინსტიტუციას სპეციალურად ამ საკითხზე მომუშავე პირები ჰყავთ, რომლებსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. თუმცა ბევრს ასეთი კადრები არ ჰყავს, სწორედ ამიტომ მშვიდობის მშენებლობის ქსელები, რელიგიის დახმარების მშვიდობის მშენებლობის ქსელები სწორედ ის პლატფორმებია, სადაც შეგიძლიათ რელევანტურ აქტორებთან დაკავშირება თქვენს რეგიონში. ამ აქტორებთან კონტაქტის დამყარების შემდეგ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თქვენ ბევრი საერთო მნიშვნელობის საკითხი გაინტერესებთ. შესაძლოა ერთნაირ მიდგომებსაც იყენებთ. ბევრი ადამიანია, ვინც ამ საკითხებითაა დაინტერესებული. მრავალ რელიგიურ ლიდერთან და რელიგიურ თემთან მიმუშავია სხვადასხვა დონეზე. ადგილობრივი დონიდან დაწყებული, ძალიან მაღალი დონით დამთავრებული. ფიქრობ, ეს პროცესი შესაძლოა ზოგჯერ საკმაოდ რთული იყოს, საჭიროა სხვაგან წასვლა, მაღალ სასულიერო იერარქიებთან შეხვედრა. ჩემი გამოცდილებით ბევრი მათგანი ამ ტიპის საკითხებით ძალიან დაინტერესებულია. მათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება სურთ, როგორც აკადემიის წარმომადგენლების, ისე მშვიდობის მშენებლობის საკითხის სპეციალისტების. ხშირად მათ სურთ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, თუმცა მშვიდობის მშენებლობის ექსპერტიზა არ გააჩნიათ. საბოლოო ჯამში ისინი რელიგიური ლიდერები არიან. ბევრ მათგანს ძალიან აინტერესებს მშვიდობის მშენებლობის პროცესი და სურთ იმ ადამიანებთან საუბარი, ვინც ამ პროცესებშია ჩართული. ამ საკითხს გახსნილი გონებით უნდა მიუდგეთ. როგორც ყველა სამშვიდობო პროცესი, ეს პროცესიც ჯამში ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებაზე გადის. მას შემდეგ, რაც ადამიანებთან ურთიერთობას დაამყარებთ და რელიგიურ ლიდერებს გაიცნობთ, ხშირად აღმოაჩენთ, რომ მათ იმავე საკითხები და პრობლემები აწუხებთ და ადარდებთ, რაც თქვენ. მათ ნამდვილად სურთ მშვიდობის მშენებლობის შესახებ მეტის გაგება, რათა ამ პროცესის ხელშეწყობა შეძლონ. დიდი მადლობა თქვენი დაკვირვებებისთვის და ანალიზისთვის. მადლობა, რომ ჩვენს მშენებლებს და მაყურებლებს სხვადასხვა წიგნის და კონკრეტული ორგანიზაციის შესახებ ურჩიეთ. ასე რომ, დიდი მადლობა. პროფესორ ოუენ, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის.